მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო. რექტორის მაკა ბერიძის თქმით, უნივერსიტეტში წერს 272 პირველკურსელი ჩაირიცხა. სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეორე კორპუსში დაიწყო, რადგან ბერიძის თქმით იგეგმება პირველი კორპუსის სახურავის სრული რეაბილიტაცია, რომლისთვისაც 600,000-ზე მეტი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. მისივე თქმით, სამუშაოები სავარაუდოდ მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. მაკა ბერიძის თქმით, უნივერსიტეტში წერს პირველად დაიწყო საჯარო მმართველობის და ბიზნეს ადმინისტრირების 2-3 წლიანი პროგრამა. ანუ სტუდენტები ზემოხსენებულ ფაკულტეტზე 4 წლის ნაცვლად 3 წელი ისწავლიან, თუმცა შესაძლებლობა არ ექნებათ მაინორ საგანი გაიარონ. მისივე თქმით, მაინორ საგნის გამლერთა მსროლები ტრადიციულად 4 წელი ისწავლიან. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა პროგრამა დაფინანსებულია, გარდა ბიზნეს ადმინისტრირებისა და სამართლისა. წელს უნივერსიტეტში სწავლა 29 სექტემბერს დავიწყეთ, ჩვეულზე ცოტა უფრო მოგვიანებით და ძალიან კარგი მიზეზი გვაქვს სამისოთ. პირველი კორპუსი, რომელიც რუსთაველის 113-ში მდებარეობს, პირველი კორპუსის სახურავის სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. შესაბამისად ტენდერი გამოცხადებულია, სავარაუდოდ ტენდერმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა და აი უახლოეს დღეებში ხელშეკრულებას მოეწერება ხელი და დაიწყება კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია, რომელიც პროექტის მიხედვით 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, წელს ორივე კორპუსის პროგრამები, აქ ერთ კორპუსში ვიწყებთ სწავლას, ცხრილები შედგენილია და ვნახეთ, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ თქვათ, განვათავსოთ სტუდენტები ისე, რომ სწავლის ხარისხს და სწავლების ხარისხს არანაირი დაბრკოლება არ შეხვდეს. წლევანდელი სიახლეის გახლავთ, რომ ჩვენ სტუდენტებს პირველ კურსელები მივიღეთ 2-3 წლიან პროგრამაზე, საჯარო მმართველობის 3 წლიან პროგრამაზე და ბიზნესის ადმინისტრირების 3 წლიან პროგრამაზე. მათგან ბიზნესის ადმინისტრირების 3 წლიანი პროგრამა სტუდენტმა უნდა დააფინანსოს, საჯარო მმართველობა სახელმწიფოს დაფინანსებით არის. და გვაქვს მეორე პროგრამა, ეს არის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, სადაც სტუდენტები თვით დაფინანსებით სწავლობენ. დანარჩენია ყველა პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სინდისის პატიმრების მშობლებმა და აქტივისტებმა ახალციხეში ბაზარში გაზეთები დაარგეს, რომლებშიც სინდისის პატიმრების წერილებია თავმოყრილი. ვნახოთ ვიდეო. გამარჯობათ, გაზეთებს გაჩუქებთ. პატიმრების ხმებია. თქვენც გაჩუქებთ. გაიხარეთ, თუ კარგად იყავით. ჯანმრთელობა და მალე გატოვებთ. გაიხარეთ. ძალიან ბევრ რეგიონში ვიყავით, ძალიან ბევრ ქალაქში ვიყავით, 30-მდე ქალაქი მოვიარეთ. დავიწყეთ სამეგრელოთი, მოვიარეთ წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, დაბაჯვარი, თიანეთი, დუშეთი, არ დაგვიტოვია რეგიონი, სადაც არ ვიყავით. ისე სიტყვებს გამომენ, არ არის იქან არის ისე უზრდელობა. გამარჯობათ. კარგი დღე გქონდეთ ხალხო. სულ კარგად იყავით, სულ ყველა. გაჩუქებთ პატიმრების ხმას. ამებში სომხური არ არის. სომხური გაზეთი. არა, სომხური არ არის. არა, ქართულია. გოგენას პრობლემა არ არის. პატიმრების გაზეთი. აგენაც. დანაშაულო შვილები არიან. მაინე გაიხარეთ თქვენ. დანაშაულო. ეს პატიმრის წერილებია ციხიდან, რომელსაც ვარიგებთ. მე მგონი 25-ზე მეტი რაიონი მოვიარეთ. ჩვენ და ჩამოვედით ახალციხეში, ალბათ შემდეგი
ვიზიტი იქნება აჭარაში, მაღალმთიან სოფლებში. ვნახოთ ჯერ რა იქნება 4 ოქტომბერს და იმის მიხედვით იმედია ჩვენ აღარ დაგვჭირდება ამ გაზეთების დარიგება. რაც შეეხება სადაც ვარიგებთ გაზეთებს, ყველგან არის კარგი მდგომარეობა. გამარჯობათ. წაიკითხავთ, გააქვთ? პატიმრის წერილებია. კი. ჩვენ ჩემი შვილია მათ შორის. კი. იმიტომ მეგონა რომ აი რაიონებში ხარ მაინც სადაც ძირითადად ცხოვრობს სოფლის მეურნეობას ეწევა ხალხი და ვიფიქრე რომ შეიძლება არ ერკვევიან, იმიტომ რომ არ ცალიათ ტელევიზორთან ჯდომისთვის, მაგრამ ხალხი არის ძალიან კარგად განწყობილი და რა მადლიერი ვარ მე ყველას, ყველა ერთ პოზიციაზე მაინც ვერ ვიქნებით ისედაც. წაიკითხავთ გაზეთს. ეს პატიმრის წერილებია. ნაციონალებიდან დაჭერილები და შეზღუდულები ახაც არა უშვებ, ის შუაშია რაღაცა ის გაშავება. არა, როგორ არ არიან შუაში და თავში ხარ. Menu maçone dedas maga. Ona ივანიშვილის მონ ჩაგირიცხავე ირაკლი, ჩაგირი გავაგზავნი და ჩაგირიცხავენ. როგორ ხართ? წაიკითხეთ, აი პატიმრების გაზეთია, წერილებია ციხიდან. პატიმრები, სინდისის პატიმრების წერილები. აბა მომენტ. მე სამაინტერესო, მადლობა. წაიკითხეთ, რას გწერენ? აუცილებლად ჩვენ გვერდში უნდა დაუდგეთ, ეს ბიჭები არიან გმირები. და მათი დედებიც ნამდვილად გმირები არიან, მაგრამ შემოიარეს მთელი საქართველო და წერილები არის ისეთი, ყველა უნდა გაეცნოს ამ წერილებს და ალბათ გული რომ არ აგიჩუყდეს, ისე ვერ წაიკითხავ. სინდისის პატიმრების წერილებს გაეცანით ციხიდან. გაეცანით სინდისის პატიმრების წერილებს. გამარჯობათ, გაეცანით სინდისის პატიმრების წერილებს ციხიდან. გამარჯობათ, გაეცანით სინდისის პატიმრების წერილებს ციხიდან. პატიმრის წერილებია ციხიდან. წერია წერილები ბიჭებისგან. ის ხალხი უფრო მეტად ეცნობა ამ ბიჭებს როგორები არიან და რო უმიზეზოდ არიან დაპატიმრებულები. ზოგს კრიმინალი გონია ეს ბავშვები და კრიმინალები რო არ არიან, მიხვდებიან ალბათ. მადლობა, გაიხარეთ. გაგეცანით თქვენც და მადლობა, გაიხარეთ რა. ყველაზე დიდი იმედი ხართ ამ დროს, იმიტომ რომ სწორ პოზიციაზე დგეხართ და სწორად აზროვნებთ. ამიტომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ აღარ არის იმისი ბიძინა ივანიშვილის დრო. მაგას ქვეყანაში არაფერი არ გაუკეთებია, თავისთვის აკეთა, თავისთვის ჩაიდო ჯიბეში, გამდიდრდა კიდე უფრო. ქურდი ყაჩაღობით არის მოსული ზუსტად. ძალიან კარგად მიხვდა ხალხი უკვე. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! გამარჯვება ჩვენშია! საერთობაშია! 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე აღმოსავლეთ, ხოლო 30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ელჭექი, სიეთქვა და ქარის გაძლიერება. ამავე წყაროს ცნობით მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, წყალმოვარდნები და მეწყულ ვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს.
ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ თქვენ ეთერში ნახავთ გაერთიანებული რეგიონული მედიების პოლიტიკური დებატებს, რომლის წამყვანებიც პირველად ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მაია და გაიოზი იქნებიან. არ გადართოთ. გაიოზი და მაია მოგესალმებით. საქართველოში არსებული ყველა რეგიონული საინფორმაციო მაუწყებლის, ტელე და რადიო კომპანიების სახელით. ეს გაერთიანებული ინტერმუნიციპალური დებატებია, სადაც კანონის ბრძანებით მონაწილეობა ეკუთვნით ქართულ ოცნებასა და პარტია გირჩს. სტუმრებთან კი ასეთი კითხვები გვაქვს. 2017 წელს ქართულმა ოცნებამ გააუქმა თვითმმართველი ქალაქები: თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი. არგუმენტი იყო ოპტიმიზაცია. რა დაოპტიმიზირდა? არსებობს ანალიზი? ცვლილებებიდან დღემდე თითოეულ ყოფილ თვითმმართველ ქალაქში რა არის ინდიკატორების დინამიკა? კაპიტალური ხარჯები ერთ სულზე, შიდა გზების სიგრძე, მდგომარეობა, წყალმომარაგების საათები, ნარჩენების სეპარაცია, ბაღების ადაპტაცია. როდის გამოაქვეყნებთ სრულიად შედარებით ანგარიშს? 2016-ის შედარება 2021-თან და 2024-თან. უშუალოდ 2024-2025 წლებში კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა რა რეალური ცვლილება მოიტანა მუნიციპალიტეტების ფინანსურ და ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაში? გაქვთ გავლენის შეფასება? დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025 ამბობს, რომ ადგილობრივი შემოსავლების წილი უნდა გაიზარდოს. სათხართ ამ მიზანთან და რამდენად გაიზარდა თავისუფალი შემოსავლები ერთსულზე რეგიონების მიხედვით? როგორ და რით აპირებთ მომდევნო 3-4 წელში ადგილობრივი საჭიროებების დაფინანსებას ევროპის დაფინანსების შემცირება გაქრობის ფონზე? გაგვაცანით კონკრეტული პორტფელის გეგმა. რას გადაფარავს შიდა ბიუჯეტი, რა დაიფარება გრანტით? საიდან მოგაქვთ საგრანტო მხარდაჭერა? სად არის რისკების მატრიცა? მაგალითად დაზუსტეთ ქუთაისის კანალიზაციის პროექტის, რომელზეც ევროკავშირი 100 მილიონი ევრო ხარჯავდა და სხვა სანიაღვრე გამწმენდი ნაგებობების შემთხვევაში რომელი ლოტები დასრულდა, ჩაიჭრა, გადავადდა და რატომ? რას ცვლით, რომ ცენტრზე დამოკიდებულება, თანხები თანხმობები, ნაკლებ პრობლემად იქცეს და გადაწყვეტილებები უფრო ლოკალურად მიიღებოდეს? აღვიწერეთ თავად, კონკრეტულად რომელი ფუნქციებია დღეს მუნიციპალურად საკუთარი და რომელი დელეგირებული? რომელი უნდა იყოს? სად არის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომ მოქალაქე მიცოდეს ვის მიმართოს? მოდით ვისაუბროთ წყალმომარაგებლობაზე. რადგან წყალმომარაგებას, რაც რეგიონებში ხდება, ძნელად უწოდებთ. მაგალითად, როცა წყლის ოპერატორი ცენტრალურ უწყებას ექვემდებარება, რა ფორმატით სთხოვთ და აკონტროლებთ სამუშაოებს ლოკალურად. ამ თემაზე სხვადასხვა რეგიონულმა ტელევიზიამაც მოაგროვა კითხვები მოსახლეობიდან. მოусმინოთ მათ. პირველ რიგში მინდა რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში მოგვარდეს წყლის პრობლემა, რომელიც აწუხებს როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასევე სოფლის მოსახლეობას. ეს არის მთავარი საჭიროება ჩვენს ქალაქში. საფრთხეში კეთდება წყლის სისტემა, რეაბილიტაცია და თლიანად როდის მოგვარდება სამტრედიის თლიან მასშტაბში ეს პრობლემები. მე ვარ ციალა ჯოჯუა, ცხოვრობ სენაკში. კითხვა მაქვს, აღდგება თუ არა და დაადგება თუ არა ამ წყალსაშველი და კურორტს. ეშველება რამე კურორტ? ამის შეკითხვა მაქვს და პასუხს ველოდები. კურორტი მენჯი წლების განმავლობაში იყო მიმზიდველი. აქ დადიოდა მთელი ხალხი. ავადმყოფი და ჯოხს აგდებდნენ სამკურნალოთვისებების საერთოდ. ახლა ასე უპატრონო და ნაგავსაყრელი გახადეს. რაც იქ იმაში და გატეხამენ და ინგრევა და იმაში დამენ წამოვა და არ დაყრიან ყველაფერს. და ეგერ ყრიან აგავი. ყველა პარტია რომელიც მოვიდა თავიდან დაწყებული ყველა იმას იძახო და კი აღნიშნავენ რო წავიდა ყველას გადაავიწყდა ეს. არავინ არ მოსულა ამის გამკითხავი. იცნობთ თუ არა მონაცემებს? ან გაქვთ თუ არა სურათი 2024-2025 წლებში მუნიციპალიტეტებში რამდენია გათიშვების საშუალო ხანგრძლივობა და სიხშირე უბნების მიხედვით? როდის იქნება 24/7 მიწოდება ყველა დასახლებაში? ან როგორ მართავთ წყლის ხარისხზე ლაბორატორიული მონიტორინგის შედეგებს, როცა არაერთი შემთხვევაა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სასმელად უვარგისი წყლის მიწოდების?
ასეთი სურათი განსაკუთრებით მძიმეა ბაღებსა და სკოლებში, სადაც მონიტორინგის მიხედვით მოსწავლეებს ხარისხიანი წყალი არ მიეწოდებათ. როგორ ვინატყობინებს მოქალაქეებს თუ წყალი დროებით არასასმელია. სანიაღრო ქსელის გამტარუნარობაზე გააქვთ ჰიდრავლიკური მოდელირება და უხვინალექის დროს სავარაუდო სცენარები? სად არის კრიტიკური ჭები, კოლექტორები და რა არის განახლების გეგმა? მით უფრო ვხედავთ რა ხდება ბათუმში, ქობულეთში, სხვა ქალაქებში უხვინალექის დროს. განსაკუთრებით ზღვისპირეთსა და დაბლობებში, ფოთი, ბათუმი და სხვა. როგორი გეგმა გაქვთ სანიაღროების რეგულარული გაწმენდისა და წყალმდრადი ურბანული დრენაჟის დანერგვაზე? ან გააქვთ საერთოდ? ბოლო აღწერის შედეგები აჩვენებს, რომ ქალაქების ნაწილი პატარავდება, ნაწილი კი იზრდება. განსაკუთრებული ზრდაა ბათუმსა და თბილისში. რას უპირებთ შიდა გზების გამკარიანობას, ან კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობების სიმძლავრეებს როგორ ზრდით ქალაქის ზრდასთან ერთად? სად მოვიძიოთ ეს გეგმები, თუ საერთოდ არსებობს? დიდი განსხვავებია მუნიციპალიტეტების სოციალური ქვეპროგრამებში. ხშირად შიდა მუნიციპალური პროგრამები მცირე ბენეფიციართა რაოდენობაზეა გათვლილი. ზოგან-ზოგი პროგრამა საერთოდ არ მუშაობს და ან ფიქსირებულ ტრანსფერებზეა მიბმული. რა კრიტერიუმით განსაზღვრავთ საჭიროებას და შედეგს? მაგალითად, წალკის მუნიციპალიტეტს არ ქონდეს პროგრამა და მაგალითად სხვა მუნიციპალიტეტს ქონდეს? უნდა გკითხოთ, ბაღების კვების შესყიდვებზე მრავალმილიონიანი ტენდერებით, როგორ უზრუნველყოფთ კონკურენციას, ხარისხის მონიტორინგს და ინტერესთა კონფლიქტის პრევენციას? ბევრგან ადგილობრივ ბაღებში როგორც მუდმივი წყლის, ისე მიწოდებული წყლის ვარგისიანობის პრობლემაა. მაგალითად, ქედის მუნიციპალიტეტი, წალკა და სხვა. რატომ მუშაობს ბავშვთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე უმეტესად ეგრეთ წოდებული ქვეპროგრამები? გეგმავთ თუ არა სკოლამდელ დაწესებულებებში წყლის სტანდარტის სავალდებულო დოკუმენტის შემუშავებას და მონიტორინგის მექანიზმის სისტემატიზირებას? აქვე ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეთა კითხვებსაც მოусმინოთ. ნაგავს აღრელთან დაკავშირებით გარეუბანს აქ დიდი პრობლემა სუნის და გარეუბნებში არის ასევე კარიერის პრობლემა, რომელიც ჩემი აზრით მისი ხმაური და დამტვერიანება არა ჯანსაღად მოქმედებს ქალაქის დაუშვათ სისუფთავეზეს და ინფრასტრუქტურაზეს. გურიაში ძალიან გვჭირდება სოფლის მეურნეობის განვითარება. გამარჯვების შემთხვევაში როგორ აპირებენ ამ სფეროში წინსვლას? მე როგორც გურჯაანის მაცხოვრებელს თვითმმართველობის დონეზე გადასაჭრელი საკითხებიდან მაგალითად მაინტერესებს ძალიან რას გააკეთებენ პარტიები საკრებულოებში შესვლის შემდეგ იმისათვის რომ დემოგრაფიული პრობლემას მიეხედოს საქართველოში თუ ექნებათ თუ დააწესებენ მაგალითად დახმა ფულადი სახის დახმარებას ახალი შექმნილი ოჯახებისთვის მრავალშვილიანი დედებისთვის ან რამე წამახალისებელ ფინანსურ დახმარებას თუ გაუწევენ ყოველ შემდგომ დაბადებულ ახალშობილს. ის მაწუხებს რომ ბაზრის უკან დააგეს ფილები და ამოყრილია ახლა. ამდენი ფული გადაყარეს ტყუილა მილიონები და 1 მილიონი 2 მილიონი. ეგრე ამოწმენილია. ბევრი პრობლემებია ქალაქში ძალიან. რუსთავის გამზიერ გახვალთ. გორიდან ჩამოდით იმადაის როცა არის. უშაშოდი წყალი დგება. თითქოს გაუსაზლისია გავლა. მეწყერი და ღვარცოფი, შოვი, ბაღდათი, გურია და ზემოაჯარა. მაგალითები აჩვენებს, რომ გარემოს ანალიზი და ადგილობრივი განვითარების სახელმწიფო გეგმები ერთმანეთთან სრულად აცდენილი იყო და ასეთად რჩება. სადაც წითელი რისკის ზონაა, იქ მშენებლობებზე ნებართვები გაიცემა და ასე შე. აპირებს თუ არა მოამზადოთ მუნიციპალიტეტებისათვის სავალდებულო კლიმატგამძლეობის სტანდარტი, რეაგირების გეგმა. სამოქალაქო უსაფრთხოების რა მექანიზმებზე გეგმავთ იმუშაოთ? ნარჩენების ინტეგრირებული მართვა რეგიონებში ჯერ სათანადოდ ვერ ხორციელდება. შეგროვების დაბალი დონე და პოლიგონებზე მაღალი დამოკიდებულება. როდის დაინერგება სეპარაცია საფეხურებრივად და რა იქნება მინიმალური მაჩვენებლები მუნიციპალიტეტებისთვის? გაზრდით თუ არა არაფისკალურ შემოსავლებს ადგილობრივ გადასახადებს ისე, რომ მომსახურების სტანდარტები გათანაბრდეს რეგიონებს შორის, მაგრამ არ გაძლიერდეს სიღარიბის რისკი დაბალ შემოსავლიან მუნიციპალიტეტებში. ცენტრალური პროგრამები: განათლება, გზები, გარემო. როდის გვექნება ერთიანი დაფა, სადაც თვე-თვეზე გამოჩნდება ტენდერი, კონტრაქტორი, შესრულება, ჯარიმები, შესრულებული სამუშაოების დადასტურება. ყველა მუნიციპალიტეტში სახეზეა მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა.
ერთის მხრივ სუსტია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგან ვერც ხორციელდება ზრუნვა ცხოველებზე და მეორეს მხრივ საფრთხეში არიან ადამიანები. დაგვისახელეთ თუნდაც ერთი წარმატებული მაგალითი მიუსაფარ ცხოველთა მუნიციპალური პროგრამის. დაგვისახელეთ თუნდაც ერთი წარმატებული ინტერმუნიციპალური პროგრამა. რას აპირებთ? ხედავთ, რომ ადგილობრივი რესურსები, მიწა, კანიონები, ტყეები, ბუნებრივი რესურსები ხშირად გადადის მსხვილი კომპანიების განკარგვაში, კონტროლში, იჯარის, პრივატიზაციის ან სხვა გზით. ხშირად მოსახლეობის ჩართვის და საჯარო განხილვების გარეშე. მაგალითად, საირმესა და ვანის ტყეების გასხვისება, ბალდის კანიონი. კომპანიები მოიპოვებენ ძვირფას წიაღისეულს, ნამდვილ ოქროს ქვემო ქართლში, შავ ოქროს იმერეთში, მაგრამ ადგილობრივთა უფლებები დიდწილად უგულობელყოფილია. სახეზეა დასაქმების პრობლემა, ან არასათანადო პირობების შექმნა დასაქმებულებისთვის. ან ტრადიციული სივრცეების, როგორიცაა ტყე, წყლები, წლომის პრობლემა ადგილობრივების მიერ. დაგვისახელეთ ბოლო წლების თუნდაც ერთი კარგი, წარმატებული მაგალითი, როცა ადგილობრივი სიკეთე სახელმწიფომ გასცა მსხვილ ბიზნესზე და ამან დადებითად იმოქმედა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. რა როლი უნდა ჰქონდეს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას, რომ მსხვილ ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არ წარმოიშვას კონფლიქტი? ან თუ ამგვარი კონფლიქტი უკვე არსებობს, როგორ უნდა პასუხობდეს მას სახელმწიფო? მოусმინოთ მოქალაქესაც. მე ვარ მარინე მაღლაკელიძე. რატომ უნდა მისცეს მოსახლეობამ ხმა თქვენი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს? დღეს მოქალაქეები ხშირად ამბობენ, რომ თვითმმართველობა რეალურად არ არსებობს. ის არის ცენტრალური ხელისუფლების დანამატი და გაგრძელება და მათი ხმების გამტარებელი ორგანო არ არის. აი როგორ აპირებთ ამ კრიტიკის პასუხს? ძალიან ხშირად ჩვენი მოქალაქეები ასეთ ვერდიქტს უსვამენ თვითმმართველობას. რას გააკეთებთ იმისათვის, რომ მოსახლეობამ ასეთი რამ აღარ იფიქროს და უფრო მეტი რეალური ბერკეტი კონდეს აი ამ საქმიანობაში ჩართულობისათვის? ბოლო წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ არჩეულმა მერებმა ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, სხვა თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ვერ დაასრულეს თავისი ვადა, ცენტრში მართველი გუნდის ცვლილების კვალდაკვალ. როგორ გეგმავთ, მომავალში გვყავდეს მართლაც თვითმმართველი მერები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ვადის ბოლომდე მიყვანა, რომ არ იყვნენ მუდმივად დამოკიდებულნი ცენტრალურ ხელისუფლებაზე და არ დაექვემდებარონ პარტიულ ზეწოლას? ჩვენ კიდევ ბევრი კითხვა გვაქვს, მაგრამ პასუხებს ვერ ვიღებთ. ისევე როგორც ამ გადაცემის მონაწილე მედიების ჟურნალისტები რთულად იღებენ საჯარო ინფორმაციას. რეგიონული მედიების ხმა, მათ შორის მზია ამაღლობელის თავისუფლების მოთხოვნის თაობაზეც უპასუხოდ რჩება. დღესაც მიუხედავად იმისა, რომ კანონის ბრძანების შესაბამისად, ყველა საინფორმაციო რეგიონული მაუწყებლის სახელით, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსმა ოფიციალური მეილები გაუგზავნა როგორც ქართულ ოცნებას, ისე პარტია გირდს და მოიწვია გაერთიანებულ ტელედებატებში მონაწილეობის მისაღებად, მათ მიმართვას ქართული ოცნება არ გამოხმაურებია. კარგად ბრძანდებოდეთ. გაიოზ, უნდა დავაზუსტოთ, რომ პარტია გირჩი მაშინვე არაერთგზის გამოეხმაურა ჩვენს მიმართვას და მზაობა გამოთქვა დებატებში მონოიწილეობაზე. მაგრამ ქართულმა ოცნებამ, როგორც ეს მოწვევა, ისე შესაბამისად ჩვენი და თქვენი ჩვენო რეგიონული მაუწყებლების მაყურებლებო, ამ გადაცემაში დასმული კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ დატოვა. ისიც კი არ მოუწერიათ და უთქვამთ პასუხად, რომ კარგად ბრძანდებოდეთ. მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად მაინც კარგად ბრძანდებოდით.